მოგესალმებით ალექსანდრე კობაიძე პარტია საქართველოს გზის რუსთავის მერობის კანდიდატი. დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა რუსთავში. გულისხმობ, რომ სახელმწიფო პარტია ემზადება, რომ ტოტალურად გააყალბოს რუსთავში არჩევნები, იმიტომ რომ ფაქტიურად რუსთავზე მათ კონტროლი დაკარგეს და ფაქტიურად არანაირი შანსი არ აქვს მათ, რომ გაიმარჯვონ რუსთავში. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ. გულისხმობ რას? არც ერთი ოპოზიციული ძალა, ვიც თვლის, რომ ოპოზიცია დღევანდელი ხელისუფლების არ უნდა გაჩერდეს და პირადად მე ალექსანდრე კობაიძე ჩაუდგები სათავეში, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდა გაყალბება, მე ავიღებ ინიციატივას და არ დავჯდებით სახლში და გამოვალ გარეთ ყველა და გავაპროტესტებს ამ უმსგავსო ქმედებას. უკვე მე რამდენად მესმის მე, რომ დღესდღეობით ხდება მიწერვები და ეგრეთ წოდებული ID ბარათებით უნდა მოხდეს კარუსელის დატრიალება. არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამას არ დაუშვებთ და ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდებ, რომ ამ ფაქტზე რეაგირება მოახდინოს და რაც თავარია რეაგირება მოახდინოს იმ ფაქტზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს გაყალბების პრობლემა უნდა მოიხსნა ჩვენს ქვეყანაში. ვიმეორებ, ქართულ ოცნებას არანაირი შანსი არ აქვს, რომ გაიმარჯვოს რუსთავში, ამიტომ ეს როგორც ჩანს მიდიან, რომ გააყალბონ არჩევნები, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამაც არ დაუშვებთ და რაც თავარია, ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდებ გავერთიანდეთ ამ უმსგავსო ფაქტის ირგვლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოჩნდებით ამას გარეთ და არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა აღმოჩნდეთ თამაშ გარეთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან დგას ხალხი, რუსთავის ამომრჩევლები და ამას არ დაუშვებთ, რომ გააყალბონ. მტკიცებულება ჩვენთან მოდიან ამომრჩევლები, რომლებიც იძახიან, რომ მაგალითად თუ იყოს 3 ადამიანი ჩაწერილი, ეხლა არის 5-6 ადამიანი ჩაწერილი და ასე რომ ეს უკვე ტენდენციად იქცა და ამიტომ მე არ დაუშვებ იმას, რომ თუნდაც ერთი ხმა დაიკარგოს. ვიბრძოლებ იმ ერთი ხმისთვის, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს მანკიერი თვისება უნდა დამთავრდეს, რომ რაც ესეთი რაღაც არ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაუსვათ მსგავსი ტიპის ქმედებებს. არის გეუნებით ვიმეორებ, რომ დღეს ძალიან უჭირს ქართულ ოცნებას კონკრეტულად რუსთავში და სახელმწიფო პარტია ცდილობს, რომ აი ესე მანკიერი თვისებებით გავიდეს ფონს, მაგრამ ფონს ვერ გავა, იმიტომ ვერ გავა, რომ რუსთაველები თლიანი რუსთავი დადგება ფეხზე, თუ ერთ ხმას მაინც მოიპარავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ 15 ივნისს არის არჩევნები და 15 ივნისის შემდეგ ვიმეორებ, თუ დაფიქსირდა ერთი ფაქტი მაინც პირადად მე ჩაუდგები სათავეში და მთელ რუსთავს გამოვიყვან და არ შევარჩენ იმას, რომ ერთი ხმა, თუნდაც ერთი ხმა დაიკარგოს ჩვენს ქალაქში. წინასაარჩევნო გარემო მძიმეა, ვერ დავარქმევთ, რომ იდეალური და კარგია, თუმცა თუ იმას იმას გავითვალისწინებთ, რაც ადრე ხდებოდა, რა თქმა უნდა, ადრე როგორც ხდებოდა, ისე აღარ არის, თუმცა ვიმეორებ, მძიმე მდგომარეობა დღესაც ხდება საარჩევნო სუბიექტებზე, ასევე არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე, როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე მაგალითად პირადად ჩემზე განხორციელდა, რომ საპატრულო ეკიპაჟმა დამაჯარიმა დაუმორჩილებლობისთვის, ეს არის სრული ნონსენსი, იმიტომ რომ მოსახლეობას უნდა შეხვედრილიყავი და ამ დროს მოახდინა მან აი ესეთი დაგაუაზრებელი ქმედება. ასე რომ, რა თქმა უნდა, რაღაც ჩვენ პრობლემები გვაქვს, თუმცა მე მინდა ხაზგასმით თქვა და აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით ვერ შეგვაჩინებენ და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და შედეგზე გავიდეთ. შედეგზე ერთხელ და სამუდამოდ, რომ რუსთაველებმა ჩვენ თვითონ ავიღოთ სადავეები და როგორმე მოახდინოთ ის, რომ ცენტრის აღარ კონდეს ძალა დაუკარგოთ ჩვენს ქალაქში, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსთავი უნდა მართლაც და არათუ ფორმალურად უნდა იყოს თვითმართველი ერთეული. ჩვენ გსურს, რომ რეალურად იყოს თვითმართველი ერთეული. ჩვენ წინასწარ ეს ისეთი შეკითხვა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ მე უნდა გავიმარჯვო რუსთავის არჩევნებში. აი ეს ინფორმაცია მაქვს, მე
საიდან მაქვს ეს ინფორმაცია და ყოველ დღე დილიდან ხვდები ხალხს, ამორჩეველს. მათში არის მზაობა, რომ როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ქართული ოცნება არ უნდა გაიმარჯოს, იმიტომ რომ ერთს უკვე ქონდა ძალაუფლება, ხოლო მეორეს აქვს, მაგრამ ეს ადამიანები მხოლოდ ტყუილით არიან დაკავებულნი, ამიტომ სწორედაც უნდათ ახალი ძალა, ახალი სისხლი რუსთავს და ჩვენზე აკეთებენ აქციებს. აი აქედან გვაქვს ბატონო სახელმწიფო პარტია თქო. არა, გასაგებია 2 წელი, მაგრამ მე რუსთავში რა არის ისეთ უკვე დღევანდელი სახელმწიფო პარტიიდან ვინც არის წარმომდგენელი, ეს ადამიანი უკვე თითქმის წელი 9 თვეა რაც არის უკვე მერი, მოქმედი მერი. ნუ ეხლა რა თქმა უნდა არ არის, მე ეხლა საარჩევნო კამპანიით არ დაკავებული, თუმცა ამ ადამიანო ვერაფერი ისეთი ვერ გააკეთა, რომ თუნდაც ერთ რუსთაველს მე ვისთანაც მაქვს კონკრეტულად მოსახლეობასთან შეხვედრა არ გულისხმობ, ეხლა ვიღაც შევანაცავი დაასახა, მეგობარი დაასახა, მაგრამ რეალურად არაფერი არ გაუკეთებიათ, რომ რაღაცა კონკრეტულად აბიჯები გადაგმულიყო იმისკენ, რომ ხალხს ამოეს, იქ არის ძალიან მძიმე სოციალური ფონი და ამაზე არ უნდა ფიქრობს სამწუხაროდ და მხოლოდ ეს პოპულისტურად წინა საარჩევნოდ ხდება გზების დაგება და მაგალითად შეიძლება ვიღაცა სახურავი გადაუხურონ. ეს უნდა დამთავრდეს ეს და სამუდამოდ. კიცმარიშვილის რეიტინგზე გეტყვით, რომ ეს ადამიანი არის ნამუსი, საერთოდ არ აქვს ამ ადამიანს და ნამუსი ძარღვი აქვს გაწყვეტილი, იმიტომ რომ მე როდესაც ვიდექი იქ, სადაც ერთადერთ ტელევიზიას მაესტროს კეტავდნენ და თავისი ზონდერ ბრიგადებით ღობეებზე ზორებოდა, მე იქ ვიდექი და ვაპროტესტებდი ამ ადამიანის მსგავს ქმედებებს. და ეხლა კიდე სურს რომ რუსთაველები მოატყუოს, ყველა იყიდოს, მაგრამ რუსთაველები ვერ გაიყიდებიან, იმიტომ ვერ გაიყიდებიან, რომ მათ აქვთ იციან რა არის თავის ქალაქის ფასი და რაც არ უნდა ფული გადაუხადოს, ვერ გაიყიდებიან. ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული იმ ადამიანებს, რომ არ უნდა გაიყინო, თუმცა რა თქმა უნდა კიცმარიშვილი ცდილობს რომ ყველა იყიდოს, მაგრამ ყველას ვერ იყიდეს. მადლობა თქვენ, მადლობა.